კაი, გადავედით მეხუთე სერიაზე და ამ სერიას ქვია 10,000 რამ და რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკის ეპიზოდია. ნახოთ რა შეცვალეს ბიბლიოთეკის შესახებ, მანდ მოხვედრის გზები და სხვა დეტალები. მოკლედ გაირკვევა, რომ ბასინგსეს ქვედარგოლში არის რაღაც ნანგრევები, საიდანაც შესაძლებელი არის ბიბლიოთეკაში შესვლა თუ სულების სამყაროში გადავალთ. სხვათა შორის, როდესაც რეჟისორებს კითხეს, რომ რატო შეცვალეს ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა უდაბნოდან ბასინგსეში, ესეთი რამე უპასუხეს. რეალურ ლოკაციებზე სურდათ, რომ მთელი სერიალი გადაიღოთ, რაც შეეძლოთ მაქსიმალურად ვოლიუმს, ანუ იმ სცენას მოშორებოდნენ. ამის გამო ვერ გააკეთეს ეს, იმიტომ რომ ვანკუვერში იღებდნენ მთელ მეორე სეზონს და იქ უდაბნო არ იყო, რაც ჩემი აზრით სრული სისულელი არის საერთოდ ამის ახსნას, რომ რეალურობით მიკეთებ. ავატარში ვაფშე არაფერი არ არის რეალური, ერთადერთი ეს ბალახიანი გზა იყო ალბათ, მეტი არაფერი. რაც შეეხება დანარჩენს, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ უდაბნოში წასულიყავით ის იმ 2-3 წუთის გადასაღებად, თუ მაინც და მაინც რეალურ უდაბნოში გინდოდათ გადაფრენილიყავით სადმე, ან შეგეძლოთ ჩვეულებრივად სცენა აგეწყოთ და ლურჯი ფონის გამოყენებით გადაგიღოთ ეს ყველაფერი. ანუ რატომ ახსნევინებთ ამის გადაღება, როგორ შეიძლებოდა ჩვეულებრივად მთლიანი ბიბლიოთეკა ეს ყველაფერი იყო სცენის შიგნით გადაღებული, აწყობილი ქონდათ ყველაფერი, არაფერი არ იყო რეალურ ლოკაციაზე გადაღებული. რა უდაბნოში ვერ გადავიღეთ და რაღაც, ანუ გეხვეწები, ჰოლივუდია, მილიონები გაქვთ ბიუჯეტი. ანუ ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ ყველაფრის გადაღება და ესეთი დებილური მიზეზი, რომ ვაიმე, ვანკუვერში უდაბნო არ არის და ბალახებში უდაბნოს სად მოგვეძებნა. აი ესეთი სისულელე მიზეზი მეორე არ მომისმენია მე. ჩემი აზრით, ავატარის სამყარო არის ერთადერთი და განსაკუთრებული, იმიტომ რომ არაფერი არ არის საერთოდ რეალური და ძალიან დიდ ბიუჯეტს საჭიროებს. აი 100 და 200 მილიონი ჩემი აზრით საერთოდ არ არის საკმარისი, იმიტომ რომ რავი, ანუ დღესდღეობით 2 საათიან ფილმებს ძლივს ყოფნის ხოლმე 200 მილიონი, რომ გრაფიკა და CGI გამოიყენო და ეხლა ავატარის სრულიად არარეალურ სამყაროს და ლოკაციებს და არსებებს და ყველაფერს, რომ ეს 200 მილიონი არ ეყოფა 7 საათში. ეს ხო აშკარა არის. ოკეი, მოკლედ. ჯეტი დაეხმარება აანგის გუნდს, რომ ეს ნანგრევები იდონ, იმიტომ რომ ბასინგსეში რა როგორ არის, რა გზებია და ასე შემდეგ. ჯეტმა ბევრად უკეთესად იცის. იპოვიან ამ ნანგრევებს. კაი, ბიბლიოთეკაში შევიდნენ, ამჯერად ყველა, აქ ჯეტიც ჩვენთან ერთად არის. და ასევე ტოფიც, რომელიც ანიმაციაში გარდრჩება. შევლენ და ეძებენ ინფორმაციას კომეტაზე. ანუ ჩვენ ხო მექანიკოსმა გვითხრა კომეტა მოდისო, მაგრამ ზუსტით არ იცოდა და შეიძლება რამდენიმე თვეში ან ერთ წელშიო. აქ უკვე ვეძებთ კომეტის ზუსტ თარიღს და ასევე რახან სულების სამყაროში გადადიან ამ ბიბლიოთეკაში შესასვლელად. სცენარისტებმა გადაწყვიტეს, რომ ძველი ავატარებიც გამოეჩინათ, კიოში და იანგჩენი და სხვათა შორის ბევრი საინტერესო დეტალი და ისტერეგი არის ამ ბიბლიოთეკაში. მაგალითად, ამ ორი დრაკონის ჩონჩხი, ასე ვთქვათ, რომელიც ჩემი აზრით არის ავატარი ვანის ეპოქიდან, რომელიც კორა სერიალიდან გახსოვთ ალბათ. ესეთი ძალიან მაგარი სცენა აქ ავატარ ვანს კორა სერიალში. ასევე ვხედავთ ნახატს ლომიკუს პერსონაჟს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის მესამე სეზონში და იმედია, რომ ამას არ ამოჭრიან და რახან მეორე და მესამე სეზონს იღებდნენ ერთდროულად, იმედია უკვე ამ სეზონში რაღაც ისტერეგებს რო გვაჩვენებენ, მესამე სეზონში გამოჩნდება და იყენებენ იმას, რომ ორივე სეზონის უფლება ჰქონდათ, რომ გადააბანეს ორი უფრო კარგად ერთმანეთს. სხვადასხვა მომეწონა ის შეცვლილი გზა, რომლის საშუალებითაც იპოვიან თუ როდის მოდის კომეტა და როდის იქნება მზის დაბნელება. ტოფი გადააწყდება ავატარ კიოშის, რომელიც უყვება ამ ყველაფერზე. ვინც არის იცით კიოში 200 წელზე მეტი ხნის არის და კომეტის ამბავი, ანუ ორჯერ ყოფილა თავის ცხოვრებაში გამოჩენილი. ამიტომ იცის ამ ყველაფერზე და ამაზე ჩანაწერებიც აქვს გაკეთებული თავის ბლოკნოტში. და რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაციას ტოფი გაიგებს და თავის მეგობრებს მიუტანს და გაარკვევენ თუ როდის იქნება შემდეგი კომეტა, იმიტომ რომ ამ ბლოკნოტში წერია. ზოგადად კომეტაზე ვიცით, რომ განმეორებადი მოვლენა არის და ყოველ 100 წელიწადში ერთხელ მოდის, ამიტომ რახან კიოში ორჯერ ნახა ეს ყველაფერი ბლოკნოტში ჩაიწერა, მაგრამ ერთი რამე რაც გამეკვირდა იყო თუ მზის დაბნელებაზე როგორ გაიგეს, ანუ ანიმაციაში იგებენ იმას თუ წინა მზის დაბნელება როდის იყო, მაგრამ მომდევნო როდის იქნება ამაზე უმართლებთ, იმიტომ რომ ყველა თარიღში ამოწმებენ კომეტის გამოჩენამდე და გაუმართლებთ, რომ კომეტამდე არის უბრალოდ. მაგრამ აქ უკვე ზუსტად იციან.
ანუ ამ თარიღების ხელით შეყვანა არ უძებთ და შემოწმება. რაც მე მგონი ისევ კიოშის ბლოკნოტში ეწერა, მაგრამ მზის დაბნელებაც ესეთი განმეორებადი მოვლენა თუ არის, არ ვიცოდი. კომეტა ყოველ წელიწადში ერთხელ არის და მზის დაბნელებაც ესე ერთი და იგივე პერიოდის მერე ხდება. აქ კიდე უფრო მეტად გაუმართლად ჩემი აზრით და ოკეი, მეორე მხარეს რა ხდება ახლა? ანგს და იანგჩენს აქვთ საკმაოდ კარგი საუბარი და ასევე იანგჩენი მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თუ ავატარის მდგომარეობაში მოხვდება ანგი, ანუ ავატარის ციკლი შეწყდება და რეინკარნაცია აღარ მოხდება, ანუ როკუს და ანგს შორის ეს საუბარიც არ მომხდარა. ამაზეც როკუ ესაუბრება ანგს ანიმაციის მეორე სეზონის პირველ სერიაში, მაგრამ აქ ეგრე არ არის. კიდევ ერთი კავშირი ავატარ ანგსა და როკუს შორის არ მომხდარა. ჯეთს რო დავუბრუნდეთ, აქ უკვე ისეთ გაურკვევლობაში არ ხვდებით, რომ მოკვდა ჯეტი თუ გადარჩა, იმიტომ რომ უკვე ნახდად ვიცით, რომ მოკვდა. როდესაც ბიბლიოთეკიდან თავის დაღწევას აპირებენ, ჯეტი გაწირავს თავს, რომ ამათმა მოასწრონ გასვლა და აი აქ უკვე ხდება აპას მოტაცება, რაც ანიმაციის მსგავსად არის ბიბლიოთეკიდან რო გამოდიან, მერე იტაცებენ აპას. მე ტრეილერის განხილვისას ვამბობდი, რომ ანუ თუ იმ მომენტებს აპასთან ერთად გადიან, სადაც ანიმაციის მიხედვით აპა არ ყავთ, მაშინ რა აზრი აქვს მეთქი, რომ აპა ყავთ საერთოდ. მაგრამ ისიც ვივარაუდე, რომ შესაძლოა მერე მოიტაცონ მეთქი. ესეც ხდება. ამასთან იმიტომ ვამბობდი, რომ აპას დაკარგულ დღეებს არ გააკეთებენ მეთქი, იმიტომ რომ ძალიან ძვირია თქო, მაგრამ კი მოიტაცეს, აპას დაკარგული დღეებიც არ გვაჩვენეს და ისიც გამართლდა, რომ ძალიან ბევრი რაღაცა ამოჭრეს ამ სერიალში, რაც დიდ ბიუჯეტს მოითხოვდა, მაგრამ ვერ გააკეთეს. აპა კიდე ძვირი ჯდება, რომ დიდი ხანი გამოაჩინო ეკრანზე. გადავიდეთ მე-6 სერიაზე და ეს სერია იწყება უკვე, როდესაც ანგი ავატარის მდგომარეობაში გადადის, მას შემდეგ რაც გაიგებს, რომ აპა მოტაცეს, მაგრამ ეს ჩემი აზრით ისეთი ემოციური და თბილი და ამავდროულად ძლიერი არ ყოფილა, როგორც ანიმაციაში. ჩემთვის მეორე სეზონში ერთ-ერთი ტოპ მომენტი არის ეს, როდესაც ანგი ავატარის მდგომარეობაში გადადის და ვერ წყნარდება, მაგრამ ამ დროს კატარა ხელს რო ჩაკიდებს და სასწაულებრივი მუსიკა ისმის თან, გულში ჩახუტებული რო აწყნარებს, ბევრად უფრო თბილი, ბევრად უფრო ძლიერი მომენტი არის და ემოციური, ვიდრე აქ Netflix-ის ვერსიაში. ამ შემთხვევაში თვითონვე და მალევე წყნარდება და გამოდის ავატარის მდგომარეობიდან. სხვათა შორის ამ თემას ფინალური სერიის განხილვისას მოუბრუნდები და აუცილებლად ვიტყვი იმაზე, თუ რა საშინელი შეცდომა დაუშვეს სცენარისტებმა. ახლა გავაგრძელოთ. წინა სერიაში ზუკო გადაწყვეტს, რომ სულების სამყაროში რახან გადასულები არიან ავატარის გუნდი, ამათ დაადგება, რახან ფიზიკური სხეულები დარჩენილი აქვთ აქ, ანუ ამათ დაინდობს აქ, არ დაატყვევებს ან არ მოკლავს და უკან წავა. კეთილსაქმის გააკეთებს, ასე ვთქვათ. ანიმაციაში იყო, რომ აპას გაათავისუფლებს, რაც ხდება ამის მერე არის ზუკოს მეტამორფოზა და ასე თუ ისე ნახეთ ეს ყველაფერი. და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და გაკეთებული ეს, იმიტომ რომ რაც ანიმაციაში ამ მეტამორფოზის დროს ემართება ზუკოს, ის ყველაფერი გადმოტანილი არის ნახშირის კუნძულზე თოჯინების თეატრის საშუალებით. რაც ჩემი აზრით ნამიოკი იყო იმაზე, რომ შესაძლოა მესამე სეზონში ვნახოთ ნახშირის კუნძულზე ის სპექტაკლი, სადაც თავიანთი ამბავი არის გადმოცემული, როგორც შეჯამება, ასე ვთქვათ, თუ იმისა თუ რა მოხდა წინა სეზონებში ყველაფერი. და სხვათა შორის მაგ სერიას ძალიან ველოდები, იმიტომ რომ მაინტერესებს თუ გამოჩნდებიან ანიმაციის ორიგინალი გამხმოვანებლები, როგორც იმ პერსონაჟის სახეები, ვინც ამ სერიალში არიან. რაც ეს Netflix-ის ადაპტაცია დაანონსდა, ძალიან ველოდებოდი, რომ ამას თუ გვაჩვენებდნენ, ძალიან სახალისო და სასაცილო იქნებოდა ჩემი აზრით. და იმედია გააკეთებენ ამას. სხვათა შორის ამ ორ დრაკონს რო გვაჩვენებენ ფონად, კი ანიმაციაში სხვა დატვირთვა აქვთ ამათ და სხვანაირად არის გაკეთებული, მაგრამ აქ რახან თოჯინების თეატრის სახით გვაჩვენებენ და ფონად აქვთ ესეთი მთები ორი მთა და შუაში მზე, მოკლედ ძალიან გავს იმ სერიას, სადაც ანგი და ზუკო მიდიან ცეცხლის მასწავლებლებთან, რომ საიდუმლო გაანდონ, ასე ვთქვათ. და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ტოპ მომენტი და სერია არის მესამე სეზონში და იმედია ეს იმის მინიშნება იყო, რომ ამ ორ დრაკონ მასწავლებელს გვაჩვენებენ მესამე სეზონში და არ ამოჭრიან ამას. იმედია ესეთ თიზერებს რო გვიკეთებენ, ამაებს არ მიჩქმალავენ და რაღაცეებს არ ამოჭრიან. ძალიან მინდა რომ ეს ვნახო. აიროს რაც
რაც შეეხება თეთრი ლოტუსი არ დაივიწყეს და იმ საიდუმლო ოთახში რო შედის და ამ შემთხვევაში სხვანაირად არის ყველაფერი, იმიტომ რომ ჯონგი ხვდება აქ და იმედია იმ დიდ team-ups ნახავთ მესამე სეზონში, როდესაც ამ თეთრი ლოტუსის წევრები ერთიანდებიან, ასე ვთქვათ, ესეც ძალიან მაგარი მომენტი არის ჩემი აზრით და იმედია იქნება. მერე დიდი ჩხუბი არის ზანგს და გუნდის წევრებს შორის, იმიტომ რომ როდესაც ლონგფენგთან საუბარი მიდის, გაირკვევა რომ ბევრ რაღაცა ზუმალავდნენ თურმე ერთმანეთს და ამასთან დაკავშირებით აქვთ ჩხუბი და ჩემი აზრით ამ ჩხუბის დროს ანგს ზედმეტი მოუვა, მაგრამ ხალხი ამბობს, რომ ამ ჩხუბის დროს ანგი არ არის გამართლებულიო, იმიტომ რომ კატარას ამ ყველაფერს არ ეტყოდაო, სხვა გუნდის წევრებსაც უთხრა რაღაცები, მაგრამ განსაკუთრებით კატარაზე გაამახვილეს ყურადღება. ჩემი აზრით მისაღები იყო ეს და გამართლებული, იმიტომ რომ ეს საუბარი ხდება ანიმაციის მსგავსად. ანუ თუ გახსოვთ ანიმაციაში, როდესაც ანგი აპას დაკარგავს უდაბნოში გადაადგილების დროს, გუნდის წევრებს ეჩხუბება და კატარასაც მიუტრიალდება, შენ რას აკეთებო? ანუ იმდანაც გაბრაზებული არის, რომ სწორად ვერ ფიქრობს და Netflix-ის სერიალშიც არის ეს. რა თქმა უნდა, ლოკაციები განსხვავებულია, ასე შემდეგ, მაგრამ ის წინაპირობა, რომ ანგი აპას გამო სწორად ვერ ფიქრობს, ამართლებს ჩემი აზრით იმას, რასაც სხვა გუნდის წევრებს ეუბნება და განსაკუთრებით კატარასაც. და სხვა გუნდის წევრებსაც რო შევეხოთ, მაგალითად ტოპთანაც აქვს ეგეთი მომენტი ანიმაციაში, როდესაც ტოპი ეუბნება, რომ აპას ბეწვის გამო აზულა და მისი მეგობრები აგნებენ ამათ და მოსდევენ, მაგრამ ანგი გაუბრაზდება და გააგდებს ტოპს ჯგუფიდან. ეს მომენტი არის შემოტანილი ამ საერთო ჯგუფში Netflix-ის სერიალის მიხედვით და ჩემი აზრით, რადგან აპა დაკარგა ანგმა, არის გამართლებული და ისეთი დიდი პრობლემა არ მქონდა ამ სცენაში. რახან აქვს ეს წინაპირობა და რა გავაკეთო? ანუ იმდენად არ ვეწინააღმდეგები ამ მომენტს. და გადავიდეთ ფინალურ სერიაზე, სადაც იმ მომენტებს ვიტყვი, რომელიც არ მომეწონა და ასევე მიუბრუნდები იმ საკითხებს, რომელზეც წეხან გითხარით, რომ მიუბრუნდებითო და დავიწყოთ პირველი რა ხდება. წეხან რო გითხარით, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვეს მეთქი სცენარისტებმა იმასთან დაკავშირებით, რაც ანგის ავატარის მდგომარეობას ეხება, უნდა ვთქვა აქ. ეს არის გურუ პატიკის პერსონაჟის ამოჭრა. იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი იყო ეს პერსონაჟი ანგის განვითარების იმ ნაწილისთვის, რომელიც ავატარის მდგომარეობას ეხება. ის რომ ანგმა ანიმაციის მიხედვით ჩაკრები უნდა გახსნას და ძალიან რთული გამოცდა გაიაროს, რომ ავატარის მდგომარეობას დაეუფლოს და კონტროლი კონდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ Netflix-ის სერიალში რატომღაც ეს კონტროლი არ უჭირს. ანუ რაღაც მომენტში ეხებიან იმას, რომ ვერ აკონტროლებს, მაგრამ როცა გადადის ავატარის მდგომარეობაში აპაზე, როცა გაბრაზდება, თვითონვე წნარდება, ასევე ლონგფენგს რო გაუბრაზდება იმაზე, რომ აპა შენ მოიტაცეო, მაგრამ ავატარის მდგომარეობიდან მალევე და თვითონვე გამოდის, პერსონაჟის ეს განვითარება ესე რატო უგულებელ ყვეს, არ ვიცი. რატო დაიკიდეს ესე, არ ვიცი. ამას ებმის მეორე ჩემთვის ყველაზე ნერვების მომშლელი ცვლილება, რაც ამ სეზონში გააკეთეს, თუ როგორ ამუღამებს ტოფი მეტალის მართვას. ანიმაციაში ძალიან კარგად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული და ახსნილი. როდესაც ტოფი მეტალის საკანში არის ჩაკეტილი, ცდილობს, რომ კედლებზე ხელების შეხებით შეიგრძნოს ეს როგორც მიწა. და ამ ყველაფერს თან დართული აქვს ის მომენტი, როდესაც გურუ პატიკი ანგს უხსნის ერთ-ერთი ჩაკრის გახსნის დროს, რომ ყველაფერი დაკავშირებული არის ერთმანეთთან და ის, რომ მიწის და მეტალის ცალ-ცალკე წარმოდგენა არის შეცდომა, რომ მეტალიც არის მიწა, უბრალოდ განწმენდილი და დამუშავებული. და როდესაც ეს საუბარი თან დართული აქვს იმ მომენტს, როდესაც ტოფი ცდილობს, რომ კედლები შეიგრძნოს ისე როგორც მიწა, მაყურებლისთვის ძალიან კარგად ხსნიან, ნელ-ნელა გასაგები ხდება ყველაფერი. სხვათა შორის ამ სერიალში ძალიან ბევრი მომენტი არის უთაბოლო კონსტრუქციით გადმოტანილი ანიმაციიდან. რაც იმას გულისხმობს, რომ მაყურებელს არაფერს არ უხსნიან, არც დასაწყისში, არც ბოლოში. უბრალოდ ეს მომენტი ხდება. ამის ძალიან კარგი მაგალითი არის, როდესაც ავატარი უბრაზდება ლონგფენგს, რომ ჩემი ბიზონი შენ მოიპარეო, ანუ საშუაში იყო საერთოდ. ამ მომენტში საუბარი სულ სხვა რაღაცაზე მიდიოდა და უცებ მიუტრიალდა და ვიცი, რომ შენ ყავს დამალულიო, ანუ თან ავატარის მდგომარეობაში გადადის. აი, რა
უაზრობა არის, ანუ არაფრის ახსნა არ ხდება. უბრალოდ ეს მომენტი მოხდა. არც აგვიხსნეს რატო იცის, საიდან გაარკვია, ანიმაციის მიხედვით ჩვენ ან მაყურებლის მხრიდანაც რო ვილაპარაკო ახლა ანუ გვაჩვენებენ როგორ მოიტაცა აპალონგფენგმა და ასევე ვიცით რომ ამ ბიზონს იყენებს მოლაპარაკების ბერკეტისთვის, ანუ რომ რაღაცა გამოიყენოს საიმისოდ რომ ავატარს ის გააკეთებინოს რაც თვითონ უნდა. აქ კიდე ლონგფენგი საერთოდ არაფერში არ იყენებს აპას, მიუხედავად იმისა რომ დამწყვდეული ყავს, მოკლედ ჩემი აზრით ეს იყო რაღაც უაზრო ცვლილება. კაი უარყოფითებისგან ახლა ორი წამი შევისვენოთ და მინდა ერთ-ერთ საუკეთესო მომენტზე ვისაუბრო ამ სერიალიდან. ეს არის ავატარი აანგის და აპას დამეგობრების სცენა, რომელსაც ფინალის ოპენინგში გვაჩვენებენ. ჩემი აზრით ეს არის ძალიან კარგი მომენტი იმის საჩვენებლად, რომ გააღრმა კავშირი აანგს და აპას შორის. თან ანიმაციიდან არის ერთ-ერთი გადმოტანილი, ძალიან საყვარელი, ძალიან კარგი მომენტი არის. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ცვლილებები, იქით დადებითი, აქეთ უარყოფითი, ესეთი ძალიან კარგი მომენტები არის, რაც აღნიშნავს იმსახურებს ჩემი აზრით. ანუ ძალიან გამიხარდა, რომ ეს მომენტი ვნახე. ასევე კიდევ ერთი ძალიან კარგი მომენტი იყო ამ სერიაში, თუ როგორ გადმოიტანეს ზუკოს და კატარას სცენა ციხეში. აი მაქსიმალურად ახლოს იყო ყველაფერი. ჩემი აზრით ამ სცენით ცოცხლობენ ის ხალხი, ვისაც უნდოდა, რომ ზუკო და კატარა ერთად დარჩენილიყვნენ და სხვათა შორის ამ ყველაფერთან დაკავშირებით ეკითხებოდნენ ხოლმე მსახიობებს სხვადასხვა ინტერვიუებში და ეს მსახიობები კატეგორიულად უარყოფდნენ ამას, იმიტომ რომ ურჩევნიათ ისე განვითარდეს მოვლენები, როგორც ანიმაციაში არის და მე პირადად ამათ ვეთანხმები, იმიტომ რომ მირჩევნია ისე მოხდეს ყველაფერი, როგორც კენონი არის და როგორც ტრადიციულად ხდება, ძალიან გაშევცვალოთ ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ისაც ძალიან ბევრი ცვლილება არის ამ სერიალში. რაღაცა მომენტები ჯობია რომ ისე დარჩეს როგორც არის. რა თქმა უნდა, ყველა შეუძლია რომ პერსონაჟები იმასთან წარმოიდგინოს, ვისთანაც თვითონ უნდათ და ფანტაზიას ახლა რა შეზღუდავს, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ჯობია რომ ისე გაგრძელდეს ყველაფერი როგორც იყო. მით უმეტეს რომ დაიწყეს აანგს და კატარას შორის რაღაც რომანტიკული თემები და ამ თემას მიყვებიან მოკლედ. მოდი ცოტა ლაოგაის ტბაზეც ვიტყვი ახლა, ლოკაცია, უმთავრესი ლოკაცია ბასინგსში, რომელსაც არ გვაჩვენებენ. ანუ ტბა, რომლის ქვეშაც იდეაში ეს კრისტალებიანი გამოქვაბულები არის, არ არსებობს, იმიტომ რომ არც ერთ სცენაში არ გვაჩვენებენ, რომ სადმე ტბა არის და ამ ტბასთან ახლო მდებარე რაღაც კარით ან საიდუმლო შესასვლელით ჩადიან, როგორც ეს ანიმაციაში არის, არასტანდარტული ადგილებიდან შედიან აქ, რასთან ახლოსაც ტბა საერთოდ არ არის. აანგის და აიროს მომენტზე უნდა ვთქვა აუცილებლად, როდესაც ის მომენტი აქვს, როცა ანიმაციაში ზუკოსკენ და კატარასკენ მიდიან, რომ გადაარჩინონ. ჩემი აზრით, ბევრად თბილი და ბევრად კარგი საუბარი აქვს ამ გამოქვაბულში და სხვათა შორის ამ გარემოს ძალიან თბილად აქცევს, როცა აიროს ცეცხლი აქვს ხელში ანთებული. ბევრად უფრო შესაფერისი მომენტი იყო იმ დიალოგისთვის. აანგი ანიმაციაში სიყვარულზე ეკითხება რჩევას და აი ძალიან კარგი მომენტი არის, მაგრამ და აქ Netflix-ის ვერსიაში გარეთ არის გადმოტანილი ეს მომენტი, როცა მიდიან იმ ჩასასვლელამდე, საიდანაც ამ გამოქვაბულებში, კრისტალებიან გამოქვაბულებში უნდა შევიდნენ. ნუ აქაც არის რომ რაღაც რჩევას ეკითხება უბრალოდ სხვა თემაზე, მაგრამ ეს მომენტი არ არის ისეთი ემოციური და ისეთი თბილი, როგორც ანიმაციაში იყო ჩემი აზრით. აქ დაუბრუნეთ იმ თემას, როდესაც საუბრობდი აზულას სისასტიკეზე და ფინალში საინტერესო დიალოგი აქვს ზუკოსთან მეთქი, როდესაც ურსა ეტლში ზის ზუკოსთან და აზულასთან ერთად, რომ უნდა გაიპარონ, ამ მომენტში ურსა ეუბნება ზუკოს და აზულას, რომ ერთად დარჩითო, როგორც და-ძმა და ამ მომენტის payoff-ი არის უკვე ამ სცენაში, სადაც ზუკო და აზულა ჩხუბობენ, აზულამ სადაც არის დაამარცხა უკვე და უნდა დაწვას, მაგრამ შეჩერდება, ანუ სისასტიკეს არ გამოიჩენს, რაც გამიკვირდა, იმიტომ რომ ზოგადად ანიმაციის მიხედვით აზულა ზუკო არ ადარდებს საერთოდ. ანუ იმ სცენაშიც კი, როდესაც ზუკოს დათანხმებას ცდილობს ფინალში და ეუბნება, რომ შენი ღირსება, შენი დაიბრუნეო და მთელი ამბები, ანუ მარტო იმიტომ გაუნაწილა ეს დიდება, როდესაც ოზაის ეტყვის, რომ ზუკო მოკლა ავატარი. მაინც ფიქრობს, რომ ავატარი გადარჩა და თუ რამე და გადარჩა, ანუ ზუკოს გადაულიან ისევ, რომ არ მოკლა და მოატყუან რაღაცა ეგეთი და აზულას თავისი დიდება დარჩება. ნუ თუ არ გადარჩენილა და მართლა მოკვდა,
საკმარისი დიდება აქვს ისედაც აზულას, ანუ მაქსიმალურად იზღებს თავს ყველაფერში და ამ სცენაში ჩანს, რომ მართლა უნდა, რომ თავის ძმასთან ერთად ავატარი დაამარცხოს, მაგრამ რატო არ ვიცი, ანუ ესე ცოტა სიკეთე შემოიტანეს ამ პერსონაჟის რაღაც მომენტში, რაც ცოტა მეუცნაურა გამიკვირდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ თლად ესეთიც არ არის ანიმაციის მიხედვით აზული. და მოდი ძლივს გადავიდეთ საბოლოო მომენტზე, რომელიც არის ფინალური ბრძოლა, სხვადასხვა მომენტები ფინალში როგორ დაასრულეს, რამაც ძალიან გამიცრუვა იმედები, იმიტომ რომ ბევრი რაღაც აკლია ამ მომენტს და ასევე მასშტაბი არის ძალიან შემცირებული. ჯერ ვიტყვი CGI-ზე და ჩემი აზრით ფინალში არის ძალიან ცუდად გაკეთებული CGI. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი გვაქვს ისეთი, სადაც კარგად გამოიყურება ეს CGI. მაგალითად, opening-ის ბრძოლაზე ვისაუბრე, რომ ძალიან კარგი იყო მეთქი, ასევე გიგანტურ გველთან ბრძოლა და თუ ეს კარგად გამოუვიდათ, ანუ პირველი სერიაზე ბევრი ფული დახარჯეს და სავარაუდოდ ვფიქრობ, რომ ფინალზეც ბევრ ფულს დახარჯავენ, იმიტომ რომ ესე აკეთებენ ხოლმე ზოგადად. ამის ძალიან კარგი მაგალითი არის, როდესაც ანგი კრისტალების აბჯრით შეიმოსება, ასე ვთქვათ, რაც ანიმაციიდან არის განმოტანილი და კი ვაფასებ ამას, რომ კი შეეცადნენ ეს გადმოეტანად, მაგრამ არ გამოიყურება კარგად. ძალიან ეტყობა, რომ CGI არის და როცა ესეთ სცენებს უყურებ, მაყურებელი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ რაღაცა რეალურად არ გამოიყურება, იმდენად კარგად უნდა იყოს გაკეთებული, მაგრამ ასე არ არის. რაც შეეხება Aang's, აქ უნდა მოუბრუნდე იმ თემას, როდესაც ვთქვი, რომ ავატარის მდგომარეობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს მეთქი. Aang-ი წესით ვერ აკონტროლებს თავის ავატარის მდგომარეობას. Netflix-ის ვერსიაში ფინალურ მომენტში არ უწევს ის, რომ მეშვიდე ჩაკრა გახსნას და კატარას გაშვება ისწავლოს, ასე ვთქვათ, რომ ავატარის მდგომარეობაში გადავიდეს. უბრალოდ უწევს, რომ თავს ძალა დაატანოს, რომ მეტი აღარავინ დაკარგოს. მაგრამ ეს საერთოდ არ ამართლებს იმას, რომ მთელი ამ ხელა პერსონაჟის განვითარება და ამ ხელა გამოცდის გავლა ამოჭრა, რომ მაინც შეეძლოს ეს ყველაფერი, ანუ რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც მეორე სეზონში, ასევე მესამე სეზონის ფინალშიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ფინალური ბრძოლის დროს Aang-ი გადამწყვეტ მომენტში ხსნის მეშვიდე ჩაკრას, რომელიც მეორე სეზონის ფინალში ჩაეკეტა. და აი ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ეს ყველაფერი, რაც უბრალოდ ამოჭრა და გააკეთო არის აზრს მოკლებული, ისეთივე აზრს მოკლებული, როგორც ოზაის გადაწყვეტილება, რომ ზოგადად დაიბრუნოს, როგორც ლონგფენგის პერსონაჟის უაზრო ცვლილებები, ასევე მთელი იმ ისტორიის დათხელება, სადაც ურსას და თავის შვილებს შორის ხდება, როცა ოზაის უნდა გაიქცეს, ну მოკლედ. ძალიან ბევრი არის ესეთი მომენტი და განსაკუთრებით გურო იყო საშინლად მნიშვნელოვანი და სულ ფინალურ მომენტზე გადავიდეთ ახლა, რომელიც არის Aang-ს და Azula-ს შორის. ბოლო-ბოლო Aang-ი დაატანს თავის თავს ზალას, როგორც Netflix-ის ვერსიაში ხდება, ესე გადაწყვიტეს და გადადის ავატარის მდგომარეობაში, მაგრამ რა ხდება ახლა? ისეთი მასშტაბი საერთოდ არ არის, როგორც ანიმაციაში. ანიმაციაში ამ დიდ მასშტაბის მომენტს ასევე ისიც აძლევს სიძლიერეს და უფრო ემოციურობას, რომ Aang-მა მეშვიდე ჩაკრა გახსნა, მაგრამ აქ არ არის ეგრე. აქ კი გადადის Aang-ი ავატარის მდგომარეობაში, მაგრამ მე ვხედავთ, რომ Azula Aang-ს ელვას ესვრის და Aang-ი ერთხელ იცილებს ამ ელვას. რაც ნუ კარგი და მე შეიძლება რომ Azula მოკლას, მაგრამ გაჩერდება, ну, რაც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პატარა ისტერეგი არის იმ კითხვასთან, რომელიც მესამე სეზონში ზუკომ Aang-ს უნდა დაუსვას. ანუ რას გააკეთებ, როდესაც მამაჩემს შეხვდებიო და ეს ერთ-ერთი ისეთი მომენტი არის, როდესაც უნდა მოკლას ვიღაც, მაგრამ არ კლავს. ну, ასე თუ ისე კარგი არის ეს მომენტი, მაგრამ რატო გადაწყვეტს რომ მოეშვას? და რატო გადაწყვეტს, რომ Azula მეორედ აღარ ესვრის ელვას და ჩაწყნარდება სიტუაცია და დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ. მეორე ელვას ვეღარ იცილებს და Azula პირდაპირ გულში ესვრის და კიდევ მეორე იდიოტური მომენტი, იმიტომ რომ ბოლოში როდესაც უკვე აპაზი არიან და კატარამ Aang-ი უნდა განკურნოს, ანუ ზურგზე რატომ კურნალობს მაშინ? კი ვხედავთ, რომ როდესაც ელვა ესროლა Azula-მ გაიარა სხეულში, მაგრამ ანუ გულშიც ხო მოხდა, ანუ ცენტრში მოხდა პირდაპირ და მარტო ზურგში რატომ კურნალობს, რა ვიცი, ანუ წინა მხარეს არ არის დაჭრილი საერთოდ თუ რა ხდება. ანუ აი ესე აჩხაბ-აჩხად განმოტანილი რაღაცეები რატო არის, არ ვიცი. ანიმაციაში არის, რომ Aang-ს ერთადერთი მიზეზი თუ რატომ ხვდება ელვა, ის არის რომ ზურგიდან ესვრის Azula და ამას ვერ ხედავს
ეს გამართლებულიც არის და გასაგებია რა. აქ უბრალოდ უაზროდ ხდება ეს ყველაფერი ჩემი აზრით. იმიტომ რომ როცა ტერი წინ ყავს, თან ავატარის მდგომარეობაში ხარ გადასული, არანაირი გამართლება არ გაქვს იმისა, რომ რაღაცა მოხდა. ასევე რო შევეხოთ იმ სცენას, სადაც რეინკარნაციის კიბეს გვაჩვენებენ, იმ მომენტს, სადაც ეს ყველაფერი ხდება, ასე ვთქვათ, არის სრულიად უაზროდ განმოტანილი, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მარტო მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ ანიმაციას გავყვებით, რომ აანგი ნელ-ნელა ეუფლება თავისი ავატარის მდგომარეობას, ნელ-ნელა ხსნის ამ მეშვიდე ჩაკრას, უკვე ეუფლება თავის ავატარის მდგომარეობას. ამ მომენტში ხედავთ ამ დიდ გზას, რომლის ბოლოში არის უკვე ავატარი აანგი, ანუ ეს გამოცდა გაიარა ნელ-ნელა მეშვიდე ჩაკრა უნდა გახსნას საბოლოოდ, დაეუფლოს ავატარის მდგომარეობას და ამ გზის ბოლოში გავიდეს. მაგრამ აქ არც ამ გზას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩაკრების გახსნა ამოჭრეს, გურბადეგის პერსონაჟი ამოჭრეს. ანუ რეინკარნაციების კიბე ამ მომენტში საერთოდ რა საჭირო იყო, საერთოდ სხვა რაღაცას გადის ანიმაციის მიხედვით პერსონაჟი. თავის წინა ავატარებთან კავშირი ამ მომენტში არაფერი შუაში არ არის საერთოდ. ეს სცენა მარტო იმიტომ არის გადმოტანილი, რომ იფიქრეს, რომ მეორე სეზონის ფინალში იყო და ჩვენც უნდა გავაკეთოთ ეხლა და რატო? ესე უთავბოლოდ გადმოტანილი რაღაცეები საშინლად არ მომეწონა. კაი, მოდი აქ მოვჩეთ ვიდეოს. ჩემი აზრით საკმაოდ ბევრი ვისაუბრე, შეიძლება რაღაცეები გამომრჩა და თუ რამე გამომრჩა, აუცილებლად კომენტარებში დამიწერეთ თქვენ რა დეტალი შეამჩნიეთ, რაც არ მოგეწონათ, ან რა შეამჩნიეთ, რა დაინახეთ ისეთი, რაც მე არ ვთქვი და თქვენ ძალიან მოგეწონათ. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი კომენტარებში და მე შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.